გამოგწონს? შენ რა იცნობ? დღეს გცალია. კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პატას დაიტოვე ბაბა დროებით. გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხლავე გაგაცნობ. მოდი. გაიცადე. გამარჯობა ილია. ელენე? ილია. დაუჭიკო. კარგით რა, აღარ მოგბეზრდათ, 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. კახა, რა იყო ბიჭო ეს ოკანი რა დაბაზე გაქ ამ სააბაზანოში და მუხლებზე დაჩოქილმა დავივანე პირი რა. ისე პრინციპში ახლა აი შენ რო გაკვირდები ხო აი ესე რო ავიღოთ შენი ზომები რო ავიღოთ აი ეს ბინა ხო სუ თავისუფლად შეიძლება ესე 2 სართულიანი კი 2 სართულიანი გამოვა სუ თავისუფლად აი ეს გადაგეკეთება. კახა გაიღვიძე აბა გაიღვიძე. გამარჯობა აბა როგორ ახლა? როგორ გეძინა? არაჩვეულებრივად სუდათ მეძინა კახა ფეხები მტკივა საშინლად აბა. რატო ცუდად გიდო? სუდად კი არა მედო კაცო. საწყოლი ისეთი მოკალია რომ ვერ დავეტიე და მთელი ღამე ესე მქონდა ფეხები გაშვებული. დავიტანჯე დაჭიმული ვარ ფეხების ლივს დავდივარ. რა ვიცი გუში რამდენჯერაც გადმომხედე ორივე თვალი დახუჭული ქონდა. კახა შენ მხარეს რომელი თვალიც ქონდა ეგ ქონდა დახუჭული თორე კედლის მხარეს რომელიც ქონდა ხო ის ქონდა თელი ფეხი აი ეს მეძინა თელი ფეხი წარმოგაიცა დაიწყე ბატონო კახა ყავა ხომ არ გნებავთ? კი სიამოვნებით. ხო რო არ ვიცი სად არის? კარადაში. კარადა რო არ ვიცი სად არის? სამზარეულოში. აი სამზარეულოც რო არ ვიცი სად არის? რომ გახვალ ხელ მარჯვნივ. აი ვაიმე მარჯვენა რო არ ვიცი რომელია. კარგი მემოვარდი. მოადო, კი ბატონო. ნელა არ ჩამოვარდი რა საკეთებ ხილად ჩამოვარდი. კაი მოადო, 2 მოადო მეც მინდა ხო კახა? ჩემსაც წამოიღე. ატა წესით მე კი არ უნდა გიდუღებდე ყავას. შენ უნდა მოგქონდეს ლანგარზე დადებული ყავა და ფუნთუშები ჩემთვის. ო, რას ლაპარაკობ? დილის პრესა ხო არ შემოვარებელი. ბატონო კახა. აი ეს ახლა რო გიყურებთ ხო აი მე მგონი ხვდები რატო არ ხართ მაღალი თქვენ? ბადა. არა ხო გაინტერესებთ ხო რას გეტყვით? აბა იქნება რას გეუბნები. ისი რატო არ ხართ თქვენ მაღალი? მე მგონი თქვენ ბატონო კახა აი ნაწილები გაკლიათ. არა აი მართლა ხო აი ჩემი აზრით ახლა თქვენ მუხლები და წვივები კი არ გაქვთ. აი ეს ტერფები ეგრევე ბარძაყებზე გაქვთ არტყმული ქვევები. ეგრევე. აი ეგრევე. არა ისა ბატონო კახა რა არის ახლა ფიქრობდი და მარტო სიგრძეზე რატო გზინავს ხოლმე? სიგანეზეს დაეტევი შენ ხო? და თელი ღამე იკოტრიალი აქეთ იქით აი ესე იკოტრიალი ხოლმე ხო რა? ხორეზიკო არ ვიცი როგორ მოწვევდი და ჩემია სახში გასვლას აპირებს და მე მოვწევ. ისა სანთებელას ყიდვა რომ დაგავწყდა რითი უნდა მოუკიდოთ. ასანთითაც შეიძლება? ნიკა, გამარჯობა. ესენი მაინც მოვიდნენ რა. ნიკა, ელენე სად არის?
ლაშა, ზემოთ არის? შენ უკვე მოხვედი სკოლიდან? რომელი საათია უკვე მოხვედი? ეს ცით რა არის? ტელეფონია, ვლაპარაკო. ელენეს? თუ ეგ არის უთხარი მაჩერდით რა, მაცალეთ. ხო რეზიკო. რა ვიცი ესენი მოვიდნენ. იმედია მალე წავლენ. ნუ თეკლა მაინც. სოფი ვერ მიწევ თუ მკითხავს რა ბოლია, უეწყო ნისლია მეთქი. ანდა შეიძლება საერთოდ არ იცის რომ ბავშვებმა სიგარეტი არ უნდა მოწიო. აი წავედი. ელენე, რა ხდება? ილიასთან მივდივარ, იმ დღეს ბარში შემხვდა, შემეცოდომ და დაველაპარაკო. ელენე ადამიანი რომ შემოხედავს კი ვერ იფიქრებს რომ სალაპარაკოთ მიდიხარ. აუ გოგოებო, რა კარგია რომ მოხდით, ნიკას დატოვება არ მინდოდა სახლში მარტო და ხო დაიტოვებთ და ამეცადინებთ. აუ კარგი რა დედა რა მარტო იმეცაინებთ ხო? აუ თან თეკა და სოფიმ რა უნდა მომეცადინონ? ნიკა, მე რეცოდი არ მეჩხუბო დაბალი ქულები რატო ყავს? ო ნიკა გაჩუმდი, რა სიტყვით? კარგი ვამეცადინებთ. ძალიან კარგი. ელენე, სად უნდა შევხვდეთ? შენ და ილია. სად უნდა შევხვდეთ მე და ილია და ილიასთან მივდივარ სახლში. არ იცი სიურპრიზ უმზადე. აი რა კარგია. გოგოებო, ისე არ ვიცი, გაბრაზებული შევხვდე თუ გაღიმებული. ნახევრად გაღიმებული და ნახევრად გაბრაზებული. კარგია, ელენე, ეგრე კარგია. ო, რა კარგია. და შენ უკბილო ხუმრობას გირჩენია. დღემოდენ დღეზე ვიფიქრო. დღეს გადამწყვეტი დღეა თქვენთვის. ან შენ დარჩები, ან საბა. უი ხო ბატონო. ანუ გადაწყვიტეთ უკვე ვინ დარჩება მე საბა თუ ლაკუცი დავიწყო. არა, შენ არ გადამიწყვეტია. აჰა, ესე იგი ლაკუცი. კარგი, ბატონო კახა. შეფ, იცი რა არის გუშინ ღამე საბანი ქონდა გადახდილი და მე დაგაფარე. ხო? მართლა? აბა, ეგეთი რამე არ დამართია. და რატომ ქონდა საბანი გადახდა? არა, არიცი, თავიდან უბრალოდ მე გადაგხადე, შემცივდა რა. შემცივდა და გადაგხადე, ხო და მე დამცხოვრო საბანში და ერთი ისევ გადაგაფარე. აი რა ვქნა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე ბატონო კახა, აი ესე ვზრუნავ თქვენზე. დიდი მადლობა ზრუნველობისთვის, მაგრამ ეგ არ გიშვილის. ვიცი შეფ, ვიცი ეგ რო არ მიშველის და ისიც ვიცი რა მიშველის. სხვათა შორის დღეს თქვენ გეზინათ, ეხლა სიტყვით ხო უნდა გამოხვიდეთ. სიტყვით ხო უნდა გამოხვიდეთ ხო და მე დაგიწერეთ ეს წინასწარო, გაგიადვილდეთ უფრო რა, რო არ იწვავთ, ხო ხდებით? წაგიგითხავთ ეხლა, მოусმინე შეფ. პატა ფერაძე არის უაღრესად განათლებული, უნიჭიერესი და ყველაზე ღირსეული პიროვნება. პატრიოტი, ნამდვილი პროფესიონალი, ის გენია, ბატონო. გენია, აბა. საბა კი არის ერთი მდარე, არაფერად გამორჩეული რიგითი ბიჭი. საბა არაფერია, საბა ნოლია, საბა სიცარიელეა, საბა არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. პაატა კი, პაატა მარადისობაა და პაატა უსასრულობა. უსასრულობა ხო იცი რომელია ეს დაწვენილი რვიანი, ეგ არის უსასრულობა. და ბოლოს ბატონო კახა ესე მთავრდება. მე მზად ვარ ჩემი ადგილის კი დაუთმო პაატა ფერაძეს. აი სულ ეს არის ბატონო კახა. ხო და ეს რა ვიცი ბოლო შეგიძლიათ არ წაიკითხოთ. გოგოებო, სახლში უნდა მივიდე ილიასთან, არ იცი სიურპრიზ უმზადე. ბაბა, წარმატებები მისურვე და ნიკა ამეცადინე. არ ინერვიულო ელენე, მე ვამეცადინებ. არ ინერვიულო, ელენე სოფისაც ვამეცადინებ. წავედი. ნიკა დე, მიყვარხარ. მე არა. ნიკა, აბა რა გაქვს ამეცადინო? გეოგრაფია და ვიმეცაინე უკვე. ხო, აბა ჩამაბარე. სოფის ჩავაბარე. მოდი, ჩემო პატარა, მოდი. სოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარეა ბრიზი. ყველაზე მაღალი მთა სადუჩინი. ყველაზე დიდი ქვეყანა დანია. ხოჩახ, იცის ბავშვმა თქო. მოდი. ციგნებს ავიღე. ნიკა გააგრძელე კითხვა.
ყველაზე წყალუხვი მდინარეა ამაზონი. ამაზონი არა 6 PM. ვაიმე, გააგრძელე ნიკა. ყველაზე დიდი ტბა კასპიის ზღვა. რა სულელები არიან, ყველაზე დიდი ტბა ზღვა როგორ არიან? რატო არ გეცინებათ? რა ვიცი, გადაღლილები ვართ. მაგრამ მაინც დავფიქრდებით და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას რომელიც თქვენგანი დავტოვო. შეფ, მე თუ ამიყვან სამსახურში, ბაბუა ჩემისგან გერგება არაჩვეულებრივი სუფთა წითელი ღვინო, ჰა? ბატა, ამას ქრთა მიქვია. არა ბატონო კახა, მაგას ქვია ძღვენი. ხოლო ქრთა მიქვია იმ 200 ლარს, რომელსაც მე ჯიბეში ჩაგიკუჭავ, თუ ძღვენი არ გააბართლებს. აი, ეგ არის. ეს არ დაგჭირთ მე ვიქო. და ხომ გითხარით, ჯერ არ გადამიწყვეტია. მივალ სამინისტროში და იქ გადამწყვეტ. არა ვიცი, კი ბატონო, მაგრამ მე მაინც გირჩევ შეფ რომ ამიყვანე სამსახურში გეუბნები თორე რომ მოვა შენთან სახში და ყველა ნატურას რომ მოუშვებ, ყველა ოთახში, ხო? მე შერობერი მიწვდები, რომ ვერ მოუჭერ ის ხორე სიგნალეში იცი. აი გე? აი ჩემი ამიყვანე. კარგი გეყოფა. ისედაც გვაგვიანდება, ხო ხედავ, წავედით. ხო, წავედით. იცით ეკლამ შენზე რა თქო? რაო? დაჯექი. რაო? მოვიდა და მითხრა. რა? ახარისო. მერე? სამსახურში თუ ამიყვან ამ ამბოს გაგრძელება იქნება. აგიტა არ შეიძლება სამსახურის და პირადი საქმის ერთმანეთში არევა. ხო ხდებია რა? რატო შეფ მაგას რატო მეუბნები? არ გინდა რომ თეკლასთან საქმეები ჩაგიწყო, ჰა? შვენიერი გოგოა, შვენიერი ბინა გაქვს. მოიყვან მე აქ და იყავით ერთად და ისხორეთ ბედნიერად. ფიფქიამ და ერთმა ჯუჯამ. კარგი, წავედით. წავედით. ისე შეფ მაგაზე იფიქრე ხა რომ აი შენ რომ მართლა მე ამიყვანო სამსახურში, ხო? მე ხალხი არ იტყვის რომ პატა ფერაზე იმიტომ აიყვანა სამსახურში რომ კახასთან ეძინაო. ბატა. ხო რა არის, პრინციპში მართლა ეგრე არ გამოდის. წავედით. აი შეფ ხო გითხარი, ეს არ დაგჭირს მეთქი რა, რა უყურადღებო. გლობუსი მოიტანენ. მიდი. ვაიმე, როგორ მიყვარდა იცი ბავშვობაში გლობუსი, სულაგით თამაშობდი. მართლა? ხო. მომეცი ნიკა? აი ესე. ხო, კარგია, სოფ. ნიკა, ნახე, ეს არის დედამიწა. ხო. აი, ეს არის მზე. წარმოიდგინე, ეს არის მზე. და დედამიწა რომ მზის სისტემის პლანეტაა და მზის გარშემო რომ ბრუნავს, იცი, ხო? კი ისე. ვაიმე გული მერეო. აი ეს არის ნიკა საქართველო. აი ეს არის საქართველო. ეს არის ევროპა მთლიანად. შეხედე? აი ეს არის იტალია. ნახე, ჩექმის ფორმა აქვს. მანახე? აი ეს. თეკლა, აი ზუსტად ესე ჩექმაზე გეუბნებოდი. ოღონდ ზუსტად. ალო? დიახ. ახლავე კარგი 15 წუთში მანდ ვიქნები. რა ხდება? ბარიდან დამირეკეს უნდა მოხვიდეო. 3 კლიენტი შემოვიდა და უნდა იმღერო. 3? მართლა? გაიქეცით ეკლა არ დაგაგვიანდეს 3 კლიენტი შემოვიდა. და სოფი შენ გიტოვებ ნიკას და ამეცადინე. რა? ხო, მართალი ხარ, სოფი ჯობია შენ წამოხვიდე, ეს მარტო უფრო კარგად იმეცადინებს ვიდრე შენთან ერთად. წამოდი. მადლობა თეკლა. კარგად. ხადო, აბა, რაშები როგორ ხარ? როგორ მიდის ვაჭრობა? ერთი ქალბატონი იყო შემოსული ქადებს ყიდა და 2 ცალი ავიღე ჩვენთვის. რა ქადებს ყიდა? შენ თუ გაყიდე რამე თქო? არა, მუშაობა არ არის. არა, გავგიჟდები. არა და წესით უნდა იყოს მუშაობა. უნდა იყოს ისეთი საეჭო
სასადილოა ჩვენს წინ რომ უნდა იყოს მუშაობა. დიანას ხوار დაურეკავს? არა. გისმენთ დიანა დიანა არ უნდა დაგიძახოთ ლაშქრობა ვერ მიხდეს. კარგით. კი აფთიაქშია. კარგით, როცა გავა შეგატყობნებთ. კარგით, ნახვამდის. სხვაგან მოხვდით. რანაირი აფთიაქია, რა ფულის დასახურდა როგორცაც არ შემოდის არავინ რა. დიახ. მიხედე საქმეს. მოიჭედე? ლადო, ვიღაცები მოდიან აქეთ. ხო და აბა, ღიმილი? არა, აქეთ არ მოდიან მოხსენი ღიმილი. არა, აქეთ მოდიან ღიმილი ლადო. ხო, ესენი ჩემი მეზობლები არიან, გია და მარინა. ლადო, შენ აღარასოდეს გაიღიმო. სამუდამოდ მოხსენი ღიმილი. ლაშა. მარინა გია. გილოცავს გახსნას, გილოცავს. მადლობს. აკარგი აფთიაქია. მეცადეთ. არა კარგ ადგილზეა. ხო. ადვილად მოაგენით? კი, გიამ ხო იცოდა. გაჩერებიდან კორპუსს შემოუარეთ, მე ღობეში გამოვძვერით, მე დიდი გუბიდან მარცხნი ვიარეთ და მოვედით. გაიცანით, ეს არის ლადო, ახალგაზრდა პროფესიონალი. გავაგზავნოთ. ძალიან სასია მადლობა. აბა, როგორ მიდის ვაჭრობა? რა ვიცი, გია, რა ვიცი, რა ლამის არის ვინატრო ქარბუქი ამოვარდეს ერთი 15-20 წუთით, რომ ხალხი გაცივდეს და იქნებ შემოვიდეს. არი ნერვიულო, გიას ბრონქების გადამკიდე, ჩვენ ვიქნებით შენი მუდმივი კლიენტები. დაწყნარდი ელენე, ყველაფერი კარგად იქნება. კარზე ზარს დავრეკავ, ილია კარს გამიღებს. მე ვეტყვი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ თქო, ილია რამე სულელური ხუმრობით მიპასუხებს, გაეცინება, მეც გამეცინება, ყველაფერი კარგად იქნება. ხრმად ისუნთქე ელენე. აი მე და რა მინდოდა. მაინც არაფერი არ ჩანს. ესე იგი არა. კარგია თუ არა. ომადას დავიმატებ. ესე იგი ახლა კარზე ზარს დავრეკავ, ილია კარს გააღებს და პირდაპირ ვაკოცებ. თუ არა, ჯერ დაველაპარაკები და მერე ვაკოცებ. ესე იგი ახლა აფთიაქში თქვენ ყველაფერი გაქვთ? დიახ. მართლა? ესა, მეგობრისთვის მინდა და ჭიპი გააქვთ? შეიძლება გავიცინო. თქვენ ჭიპის ყიდვა უნდა.
ხო, მიხედე საქმეს. რიჩი მიძლია გემსახუროთ? ეთი რა გიასთვის ბრონქების წამალი მინდა და რას გვირჩევ? ბრონქებისთვის წამალი გინდა, რას გირჩევთ? თქვენთვის გნებავთ? არა, გიასთვის. მაშინ გირჩევთ გვერდით აფთიაქში მიბრძანდეთ და იქ იყიდოთ. ჩვენთან სიძვირია. მართლა კარგი ბიჭი ყოფილა. კარგი ბიჭია და კარგ საყვედურსაც მიიღებ თქვენ რო წახვალთ. მაშინ არ გეტყვი. კიდე მინდა 10 აბი ლიბექსინი. ლადო 11 ჩაუყარე ახლობლები არიან. თაგვის წამალი ხომ არა გავს? რა, უნდა მოწამლო? არა, გას, ეგ როგორი ფიქრა? გასლობა. რა? ხო, გაზაფხული მოდის. ორგანიზმი გამოფიტული ექნება. ვიტამინები ვიგულისხმიან. აჰა, ვიტამინი. რა არის გია იცი ახლა ჩვენ აფთიაქში ეს თაგვის ვიტამინები არ აგვაქვს. ეგ მინუსი აქვს, ამ აფთიაქს აქვს. ზოომაღაზიაში რო გეცადა. კარგი, რას ლაპარაკობ? ზოომაღაზიაში რა მინდა? ოჯახის თაგვია გასო. მალაგა ესე იგი. არა. აი ეს ბრონქების წამალი, მაგრამ წნევა ხომ არ აწუხებს? წნევა რა შუაშია? დარწმუნებული არა ვარ ეს ბრონქების წამალია თუ წნევის და მეც თავი რომ დავისვიო. ბრონქების წამალია. ბრონქები აწერია. ბრონქები ახატია და ბრონქების სუნი აქვს. ხო. აი გამომართეთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. ხშირად შემოგვიარეთ. ვარ მოგვაწყებლა. და გააღირა კარი აბაზანაში შევდივარ რა. აბაზანის კარი გავაღო? კარგი რა დედა რა. კარგი დედიკო, რა დაგემართა, როდემდე უნდა იყო ესეც უთხასიათზე? ხო იცი არ მაქვს ახლა ხუმრობის თავი. და ხუმრობის ტანი? აი ეს ასაცილო იყო, იუმორი. გეხოცები გააღირა კარი აბაზანაში შევდივარ. გავაღებ. გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ კარგი პირდაპირ კოცნა გადავიფიქრე. მე ილიასთან მოვედი. ოი, ილია რომ აბაზანაშია შესული მოგზანდით? აბაზანაში? თქვენ მიბრძანდებით? მე გასაგებია, არაფერი არ მითხრეთ, ისედაც ყველაფერი გასაგებია. ილია აბაზანიდან რომ გამოვა, უთხარით რომ უნამუსოა. რას მე რას ვკადრულობ, თქვენ რას ვკადრულობთ? ბოლო-ბოლო შვილი სტოლა ბიჭია. გადაიცით რომ ჩემი სახელი არ ახსენოს. აუცილებლად გადავცემ, მაგრამ თქვენი სახელი რომ არ ვიცი. ვაიმე, დედა, ვინ იყო ეს? ვაი, ვის ოჯახშიც ეს შევა? საბაცაცია. რა უნდა გითხრა იცი ახლა? შენ ხო იცი რომ დღეს ჩვენმა უმცროსმა კახამ, ხო? ერთ-ერთი უნდა დაგტოვოს სამსახურში. თუ დაგტოვოს რა, დამტოვოს. ხო, ვიცი. იცი, ძალიან კარგი. ხო, თუ იცი, ხო და რა უნდა გითხო იცი საბა, ეხა აი დაუშვათ მოხდა ესეთი რაღაცა და შენ აგირჩია, შენ დაგტოვა, ხო? ნუ თეორიულად ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს, რომ შენ აგირჩიოს, ხო? ნუ დაუშვათ აგირჩია. ეხა მე იმას კი არ ვამბობ, რომ შენ აგირჩიოს მეთქი, მაგრამ ნუ დაუშვათ მოხდა სასწაული და აგირჩია შენ. აი ეს რა. ზათხარო სამუშაოს გაართვა თავი. ხვალ მოდი აქ ჩემთან კაბინეტში და გესმე. კარგი საბა, კარგი. გამარჯობა. საბა. რაცა გამარჯობაო თუ რაღაცა გაიგე ხა შენ? და გამარჯობა. უი, ბოდიში შეფი, და გინახეთ. ვაპატეთ რა საქმეში ვიყავ. მოგეთ მეგობრებო, დღეს თქვენი სტაჟირების ბოლო დღე არის და ამის შემდეგ ერთ-ერთი თქვენგანი დარჩება ჩვენთან სამსახურში.
საბა რა სიტყვი? მზად ხარ მორალური კრახისთვის, ა? როგორ ხასიათზე ხარ, გიმთავრდება კარიერა, ა? ბოდიში შეფ გისმენთ. მოგეთ სანამ საბუთეს მომზადებ, მანამდე შეგძლიათ რამდენიმე სიტყვი თქვა თუ რატომ უნდა დარჩეთ ჩვენთან თქვენ სამსახურში. შეგძლიათ. გისმენთ ბადო? საბამ დაიწყოს. დავით, ჩემი აზრით მე ვარ მოწესრიგებული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური და მაქვს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება. საბა, გეყოფა ეხლა მე, ხო? ერთი წუთი. ხო, გეყოფა ეხლა მე. ბატონო კახა, შე. ეხლა არის საბამ რას თქვა, ეს ყველაფერი მეც მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით მე ვარ ერთადერთი შესაფერისი კანდიდატი ამ ადგილისთვის. ამასთან ერთად მე კარგად ვიცნობ რეგიონს, მის პრობლემებს და თეკლას. ძალიან კარგი, ორივეს დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მუშაობისათვის. ორივე ძალიან კარგი თანამშრომელი ყავთ, მაგრამ სამწუხაროდ ადგილი ერთია და შესაბამისად ერთ-ერთი თქვენგანი დარჩება. და ეს არის პატა ფერაძე. ბოდიში შეფ ისევ საქმეებში ვიყავი ჩართული და კარგად ვერ გავიგე და კიდევ ერთხელ გაიმეორებ. ახლოს ცოტა არ მესმის მაქედან და რადა თქვენ აგირჩიეთ? რასლაპო, გაიგე საბა რა თქვა. თეკლა ნახე რა სიმპათიური ბიჭია, როგორ მივიქციო ყურადღება. რა ვიცი, სოფი, შენ ისეთი სათვალე გიკეთია, წესით აქამდე უნდა მიგექცია ყურადღება. ყავა თქვენ შეუკვეთეთ? დიახ. ჩვენ შეუკვეთეთ. ბოდიში. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა? მე არ მცალია. წელს ვკითხულობდი და გართული ვიყავი. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ეს ბოლო დღეებია სულ გადარბენებზე ვარ. ლონდონი, ლისაბონი, რეიკიავიკი, დუბლინი. არა უშავს ხა. ისა უკაცრავად ამდენს როგორ ასწრებთ? თეკლა რა გჭირს ეს ყველა ქალაქი 1 სასაათო სარტყელშია. ახლა მან შემაქო თუ გამლანძღა? შეგაქო. როგორ შემაქო? გამჭრია ხე ფრინველი არ არის? თუ ეგ ისპანახია. ისა უკაცრავად თუ მიმტანსელოდებით დიდი ხანი არ მოვა და თუ გნებავთ მანამდე ჩვენს მაგიდასთან გადმოგბრძანდით. ამდენს რომ მოგზაურობთ რა პროფესიის ხართ? საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ვარ. ხედავთ ეკლა ექიმია. უშუალოდ პროფესია კი ლანდშაფტური დაგეგმარება. ლანდშაფტური. მეც ვგიჟდები გეოგრაფიაზე, ეს ჯომალუნგმები, ამაზონები. ძალიან კარგი. მე სოფია როგორც ბულგარეთის დედაქალაქს. მე ოთო როგორც პალეონტოლოგ თარცავაძის. პალეონტოლოგ. მე თეკლა როგორც ჩემს დიდბებიას. გეოგრაფია თქვენს გიგო. არა, თეკლას არ უყვარს გეოგრაფია. გუშინ ვეუბნებოდი ყველაზე დიდი მდინარე ამაზონია თქო და ხო იცი რა მითხრა? ამაზონია რა 6 PM-ია. თქვენ რა პროფესიის ხართ? მე ვარ დიზაინერი და თეკლა არის ერისთავი. ხა. რა მხიარული სათვალე გიკეთე? მოგწონთ? არა. არც მე თეკლასია. იცით რა, კი ჩემია, მაგრამ მაინც მეც არ მომწონს. სოფი, გამახსენე ბოლოს რა წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე სილამაზის სალონი. პრივატინი თქვენს გიყვართ? ხო. ასეთი განათლებული და დახვეწილი გემოვნების გოგო პირველად ნახე. ხო, დამიჯერეთ ასეთ დახვეწილ და განათლებულ გოგოს ვერსად ვერასდროს ნახავ. ავა შეუკვეთე და ეხლა შემოგვიერთდებით. დიახ, შემოგვიერთდებით, ხო? კარგი. ხედავთ ეკლა, მე 7 კლასის გეოგრაფიით როგორი ბიჭი გავიცანი. აბა, შენ ნახე ნიკა რომ მე 10-ში გადავა, მე რამდენ ბიჭს გაიცნო. მერას
ნებისმიერ შენაგირჩი. რატო საბა შენ ხო გინდოდა რომ ჩვენი სამინისტრო გაძლიერებულიყო და აყვავებულიყო ხო და ეხლა ბატონო იცი ძალიან გამიკვირდა რომ შენაგირჩი. რატო გაგიკვირდა საბა ეხლა შეხედე რა პატარა და ამას რატო ნი უნდა კონდეს ეხლა რასე შეცხარდი ერთი წუთი საბა შეცხარ დიდი მაგრამ ერთი წუთი დაწნარდი შენ ბატონო გახარ ანუ საბოლოოდ გადაწყდა რომ მე ვჩები სამსახურში საბა კი არა ხო? რა თქმა უნდა. ესა ძალიან გთხოვთ რა სამინისტროში უცხო ადამიანებს ნუ გავაჩერებთ ხო? და წავალ უნერულ. კარგი საბა შენ გული არ გაიწეხო ერთი შემახსენე რა ქვია შენ სოფელს? პანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი. აჰა შუხუთი საბა მომისმინე მე თუ შენ სოფელს შუხუთში იუსტიციის სახლი ოლიმპიური სტადიონი და უპაროლო Wi-Fi არ დაგიყენო მე არ ვიყო არაფერაზე ძალიან დიდი მადლობა პაატ. არაფრის. საბა ეგეთ სახით მომიყურებ გეხოცებილი. ახ კიდე ეგეთ სახით მიყურებ. არა. არა. არა რა. მე არ მინდა. მე არ მინდა რომ სხვის უბედურებაზე ავაწყო საკუთარი კარიერა. არ მინდა ბატონო კახარა. მე აქ არ უნდა დარჩე. მე უნდა წავიდე. უნდა დარჩეს ეს. იმიტომ ამას მეორედ ვინა იყო სადმე კიდე სამსახურში. არ მინდა რა სწორად გამიგეთ. არ შემიძლია რომ უყურო ვიღაცის უბედურ თვალებს და მე ვიყო ბედნიერი და მუშაობდე აქ ჩემთვის. არ მინდა. არ დამოვა. გამიგეთ ერთი წუთის დამაცადე სწორად გამიგე შეფ რა აი ეს ჩვენი საბაცაცია მაგარი კაცია გამიჯერე მაგარი კაცია და უნდა დარჩეს აქ და საბამ უნდა გააგზავნოს აქ მუშაობა და არა მე ვიცი რომ ჩემი სამინისტრო ჩემი ქვეყანა ჩემი რეგიონი ჩემი მინისტრი ამ ყველაფერს გამიგებს და მიფასებს რა ხო და თუ მაინც დავიწყდა ხოლმე შედი მინისტრთან და შეახსენებ მოკლედ მე წავედი რას მიყურებთ ტაში მაინც დამიკარეთ აი არც ვიცი რა ვთქვა პატა რა უნდა თქვა საბა არაფერი ტაში დამიკარიმეთ მეტი ხო არაფერი არ მithოვია რა პატა შენ რომ მითხარი მიამირჩი და თეკლას შეგახვედრებო ეგ როგორ იქნება მაგას თავიდანვე გატყუებდი რაც მოკლედ ეხლა მე ჩემი თავს ავიღებ და წავედი მე რა ვიცი ეგ შენი არ არის წავედი პატ კარგი არ მინდა საბა ძალიან დიდი მადლობა არ მინდა ხო გასაგები კარგი წავედი აი ხა სისხლის მსმელებო სისხლის მსმელებო ასე იყო გოგოებო. ო მაგარია. ერთ წუთით უკაცრავად სერიოზული საქმეა და დიახ, კარგი ბიზნესია, შეიძლება დავფიქრდეთ ამაზე. ო რა მაგარი. ვა რა დაატრიალა. დროზე გადისუნო სანამ ელენე და ლაშაბიძე მოსულან რა გონი ვერავინ არაფერს ვერ მიხვდება სად დავმალო ხა კარა სპიო მაინც არაფერში არ იყენებს ტელეფონი აი
ხორეზიკო. რაკელი მოწიე? მეც გული აგერია? მე სამჯერ. არა, არ მომეწონა. თუ არა, მაგას მეორედ მე აღარ გავსინჯო. კაი, კარგად, წავედი, კარგად. აუ, თეკლა, ხო ძალიან საყვარელი ბიჭიაო, თო? კი, ხო. ნიკა, დედიკო სად არის? ჯერ არ მოსულა, დაელოდეთ. მე აღოძე უთვი მეცადინე. აუ, როდის მოვა ელენე, ილიას ამბები მაინტერესებს. სოფი, რაღაც სუნია, ხო სახლში? რის სუნია? ფენის. ელენე, რაკელი მოგვიწია, რა ილია? ილიასთან მივედი სახლში და იმას ვიღაც ქალი ყავდა იქ. ეგ რაში გვაინტერესებს? ილიამ რაო? არ ვიცი, თეკლა ახლა მე მაგის მოყოლის თავია დამდვილად. არ მაქვს რა მართალია გლაშა, ვინჩი ამ სპილოს ხო ვერაფერში ვერ გამოიყენე. ეს რა არის? მე გეტყვი, ეს არის სიგარეტის კოლოფი. ვიცი სოფი, აქ საიდან გაჩნდა? მე გეტყვი. ალბათ ვიღაცამ ჩადო. თეკლა, საიდან გაჩნდა ეს სიგარეტის კოლოფი? დედას გეფიცები ჩემი არ არის. არც ჩემი. აბა ვისია? პატასია ლაშასი ხომ არ არის? არ ვიცი. სიგარეტის ნამწვავია. ვიღაცას მოუწევია. არა ელენე, მე არ ვეწევი სიგარეტს, რა თმინდა სიგარეტი? რა ვიცი, მე კიდე მაგის ფული არ მაქვს და საერთოდ. არა, მართლა არ არის, ჩემი არ არის, მართლა არ ხوار მოგატყვები. აბა ვისი ამ სახლში მარტო ჩვენ და ნიკა. ვაიმე ნიკა. ნიკა! დროზე ჩამოდი ქვემოთ. მე ძახდიდე. ვისია ეს სიგარეტი? აუ, ამ სპილოს ხო მართლა ვერაფერში. არ ვიცი, ვისი რა? ნიკა, არ დამიმალო, ვისია ეს სიგარეტი შენია? ასეთია სიგარეტი? ნიკა, თუ მოგვატყუებ, ცხვირი გაგეზრდება. არ ვიცი, ვისია? ჩემი არ არის. ელენე, გინდა მივიდე და ყურიზეში გავცხო მაგარი გინდა. მოიცადე ერთი ბიჭო, მოიცადე, აჰა, შენ ეს პურდი, გამომართვე და წყალს ჯექი აქ. ნიკა, მომისმინე ნიკა. ხო იცი, მე ყველაფერს გავიგებ. თუ შენი მოწეულია სიგარეტი, მე ამას გავიგებ და ძალიან დაისჯები იცოდე. არ ჩახვალ ეზოში საერთოდ. 2 კვირა დაივიწყე კომპიუტერი და საერთოდ თამაშები. იჯდები სახლში და იმეცადინებ, გასაგებია? მითხარი ეხლა, შენი არის თუ არა ეს სიგარეტი? მითხარი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა. კარგი ხა, რა მოგივიდათ, რა იყო, რატო ეჩხუბებით ეხლა ბაუს, ჰა? ალბათ რაღაცაზე ანერგულდა და მოწია ერთი დღე, რა მოხდა? რა ანერვიულდა, რას ამბობს? რა, ელენე, არა, აქ სანერვიულო, ჰა? დედა დღე-დაღამე დეპრესიაში ყავს. ბიძას კიდე ჭიპი არა. სხვათა შორის მე კიდე დღეს სამსახურიდან წამოვედი. ბავშვი ერთ დღეს მოგიწევ რა მომეცი. სულ გაგიჟდი, ხო შენ სულ გაგიჟდი, ხო? გავგიჟდებოდი, ლაშა აბარა იქნება. ჩემნაირი კადრი არავის არ უნდა. ყველას ნიჭიერი, პერსპექტიული და განათლებული კადრი ჭირდება და. ნიკა, მომისმინე, ძალიან გაბრაზებული ვარ, არ დამიმალო, მითხარი შენია? კარგი, ელენე, ნუ ეჩხუბები, ცოდოა ნიკა, იქნებ ნუნუს დარჩა ან ქურდს. თეკლა, ნიკა, შენი დაცვა არ ჭირდება და საერთოდ თქვენ დაგიტოვთ ბავშვი ამეცადინეთ თქო. ოხ, ნიკა, როგორ არ გცხვენია, ნიკა, რომ ამ ხელა ბავშვი სიგარეტს ეწევი, ოხ. მე არ მომიწევია.
არა, ისე ელენე შენს მაგარი ხარ რა, თეკლას და სოფის თუ დაუტოვე ბავშვი, შენ ხო კიდე ყოჩახ რა, კიდე რა, მაგრამ სიგარეტი კი არა, ცოცხალი რო დაგხვდა, მადლობა უნდა. რა გინდათ ეხლა რატო იჭხუბებით მართლა ეხლა დაინტერესა და ერთი ღერი მოწია რა მოხდა ეხლა კაცო. შეხედე, შენ არ ახარ, შენ ნორმალური არ ახარ საერთოდ, ხო? ნუ იცავ მეთქი ამას შენ. აბა, გავცხებ მეთქი და ელენემ არაო და. არა, რას ნიშნავს აინტერესებდა და გასინჯავს? რას ნიშნავს? მეც მაინტერესებს კივი, მაგრამ ხო არ ვსინჯავ. სოფი, კივი არ გაქვს გასინჯული? არა. გასინჯე. არა. რაღაცნაირი ბუსუსები აქვს და ვერ. ნიკა, დედიკო, მომისმინე. სიგარეტის მოწევა არის საშინელი რაღაც და შენ ხელო ბავშვებისთვის კი არა, დიდი ადამიანებისთვისაც კი არ შეიძლება. მართალია ბავშვი, სხვა დროს შეეცადე ლაითი მოწიე ხო. ღირსი არ არის რაღაცა უთხრა, მაგრამ ატყდება მე ერთი ამბავი რომ ლაშატო რონჯაძემ ესა თქვა, ლაშატო რონჯაძემ ისა თქვა, თორე ღირსი არის ნახდათ არის. მოიცადე ერთი წუთი მე მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი რა, დღეს მოკლედ შენ თავჩები დიდი მადლობა. მე გავაღებ კარს. აგერ დიდი კაცი ყვავს უკვე აღარ ეკადრება. კარების გაგება ეწევა ბიჭი. გამარჯობა. გამარჯობა მობრძანდით. გამარჯობა. მობრძანდით. რა მოხდა? ხო შვიდობა. შვიდობა არის? დავით ქალბატონო მარინა, აი, სიგარეტის კოლოფი ვიპოვეთ სახლში, ჩვენ ასეთი არ ვეწევით. არ ვეწევით, ბატონო, არა. ხო. ეჭვი გვაქვს რომ ნიკა მოწია. ვაშ ბატონი, გაიზარდა დიდი ბიჭია, დიდი. ხო, და ესენი კიდე დაესივნენ და ერთთან ბავშვი ეჭხუბებიან, მაგარი სანახავე დაჭეკით, მოდი. როგორ არ წვენია ნიკა? აი ამდენი ხალხი თავზე გადგავართ, გევლები, თავს გევლები, ავიცი, რას არ ვაკეთებ? ჩემ კიდე როგორ იქცები გამაგებინე? მიდი ერთი მართლა პატა გაცხე ერთი ამას რა. მოიცა, კარგი ხო? დავშვიდით ხალხო რა. ნუ დაესიათ ამ ბავშვს. ჩემი ეგ სიგარეტი. შენი? ო, ნუ ჩემია რა. დღეს ვინერვიულე. თავზე ვინერვიულე. ვიღაცა გაუჩენია და მე მაგისთვის უკეთესი მინდოდა, ნუ ხომ გესმის და შენ რომ არ გაგეგო, შემოვედი აქ და მოუწია და ნიკას თხოვე რომ არ გამქვამათქი. ხო ასე იყო? არ გცხვენია გია? არ გცხვენია? შენი ბრონქებისთვის შეიძლება სიგარეტი. პატარა ბავშვი ხარ სიგარეტს რო ეწევი? არა ესე გია, ხა სახში შემოდიხარ, ბავშვი მარტოა აქ ეწევი სიგარეტს? არ არის, ლამაზია. ხო გია, მართალია, მეც არ მოველოდი შენგან ამას. არა, როგორ შეიძლება შემოდიხარ და ბავშვთან ეწევი სიგარეტს? არა, მართლა რა არის, მართლა რა საქციელია. არა გია, არ შეიძლება რა. აი ღია ერთი რა მოიცა. მე რაც ბავშვებთან სიგარეტი მაქვს მოწეული არ აქვს. არ ჩხუბობთ გია ბიძიას, ჩემი ეგ სიგარეტი. აი, ხედავ იბრალებს ბავშვი რო გადაგარჩინეს. ქალბატონო მარინა, გინდა ეხა მივიდე და მაგრად გავცხუყურიძე შენ. გია, ცოტა იქნება რაღაცა, ხო? ხელების garaშე მაინც ილაპარაკე რაღაცა. აი ესე ხო, მადლობა. ნიკა, დედიკო, ჩვენ შენ გაბრალებდით, შენ კიდე თურმე გიას იცავდი. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. რა კარგია, ყველაფერი ესე კარგად რომ დამთავრდა, მე მაქვს თქვენთვის ერთი სიურპრიზი. ეხლა ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი, ეხლა მე თქვენ შეგისრულებთ ჩემს ახალ სიმღერას. სხვათა შორის ეს სიმღერა სიგარეტზე და მწეველებზეა. ნიკა, მოდი დამჭირე ეს მაინც. ახალი დაწერ ხო? ერთი წვეთი ნიკოტინი რომ კლავს, ცხენს ეს ამბავი არ უხარია. მითოლოგიას თუ გავიხსენებთ, წეველი კენტავრი წელს ქვემოთ მკვდარია. არ
არ გაგიმართვათ რა ვქნათ ცხენებო თქვენ კი მოწიეთ როცა გენებოთ მოწიეთ დილით მოწიეთ ხამით ნერვულ სისტემას აწყნარებთ ამით კეიფის დროს ხომ არის მისწრება სიგარეტია მშვენება სუფრის უხდება ღვინოს არ ახსუხდება ბევრი მხუთავი და ბევრი კუპრი ნუ მომაჩერდით უემოციოთ აბა ახლავე ყველა მოვწიოთ რომ ყველგან ირგვლივ იყოს ბოლები და გამოვუშვათ ყველა მრგოლები დიდი მრგოლები აბა რა სიტყვით ამას დაიჭერე მაინა მე გავადაუცებ შემოვალ რა რეზიკოსთვის საჭმელს დაღრა დამავეცდა და ნიკა დამეხმარა შენ ხო? გია იმედია რომ შემოხვალ აქ აღარ დაიძები ხო? ხო და მადლობა გიაბუძია მოგესმენ ნიკა შეცვლის რომ ეხლა ცუდად მოიქეცე და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება სიგარეტი არის ყველაზე დიდი საზისხმობა. დამიჯერებ. შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ. მომეცი პირობა რომ ასე აღარასოდეს აღარ მოიქცევ. დედას გეფიცებით. და ეს პირობა არ დარღვევ, თორემ მე და შენ ვეღარ ვიმეგობრებთ. კარგი? კარგი. რა გაუძლებს ახლა მარინას? პატას უთხართ და დაიბრალებს. რატომ დაიბრალებს? დასარჩენი არ აქვს. და ერთი ღამე თუ დაიტოვებთ სიგარეტის მოწევას კი რა სამშობლოს ხალაც დაიბრალებს. ბაქჩის პატა ჩავწვდი რატომ ხარ? რატომ ხარ? ეხლა რა მოხდა იცი აქედან გუში რომ გავედი სამსახური და ხო ძალიან გაბრაზებული ვიყავი და გზაში მიჩემხდა ხო სისხლის მსმელები და მტარვალები ვეძახე სულაც რა. ხო და ეს ეხლა მწვენია და ვიმალები რა. კარგი, მოდი დაჭიქი. არა ისე კახა სიმართლე რო გითხრა, ეხლა მესმის შენი რა. სულ სხვანაირი ყოფილა სამყარო ამ სიმაღლედან რა, ხო? მისმინე პატა ეხლა. მოგისმინე რა მოიცადე ერთი რატომ რა მოგისმინე ჯერ ესეთი მე შენთან არ მუშაობ შენ ჩემი უფროსი არ ახარ პრინციპში ეხლა რომ დაგცინო ვერაფერსაც ვერ ემეტყვი გაიგე დაბალო კარგი გისმენ დაბალო ცუდი ამბავი მოხს აუ დაბალო ბაბა ძალიან ცუდი ამბავი აბა მოკლედ საბა ავარიაში მოყვა და ორივე ფეხი მოიტეხა ეხლა საზღვარგარეთ გავუშვით სამკურნალო და რამდენიმე თვე ვერ იქნება. სამინისტროში შენ უნდა დაიწყო მუშაობა. თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნები. საბა ცაცი. აჰა, აი, ვეუბნებოდი რა, ცაცია რო ხარ, ცაცი. ისწავლე მარჯვენა, რა მოყვებოდა ორიაბა შაბა რა იქნებოდა. მარჯვენა. არა, ეს მართლა ცუდი ამბავი მითხარი ეხლა. ძალიან. ხო, მაგრამ რა არის, არა, მოდი შეეხა, წეგან დაბალო მეთქი რომ გეუბნებოდი ხა. არ მინდოდა რომ მეთქვა ხა დაბალო მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვა ხო ხდები დაბალო ხა, აი კიდე აი მინდა რომ არ გითხრა დაბალო მეთქი, მაგრამ ხო ნუ დაბალო. არ მინდა, აი დაბალო, მაგრამ მაინც აი ხო ხდები დაბალო, კარგი. თანახმა ვარ შე, ხო თანახმა. კი არა ბოდიში დაბალო და რაღაცა კი უბრალოდ დაბა არაფერი ხო. კი ბატონო თანახმა ვარ შე, კი ბატონო. იჯექი, მიოდგები. კი ბატონო შე. ბოლოს წავიკითხე სილამაზის სალონი. არის ელატინი თქვენს გიყვართ?
ხო ასეთი განათლებული და დახვეწილი გემოვნების გოგო პირველად ვნახე. მე ილიასთან მოვედი. ოი, ილია რომ აბაზანაშია შესული მოგზანდით? აბაზანაში? გისმენთ დიანა. დიანა და არ უნდა დაგიძახოთ ლაშქრობა ვერ მეხსოვს. კარგით. კი, აფთიაქშია. კარგით, როცა გავა შეგატყობნებთ. მომწონ სოფი ნახე რა ლამაზი კაბა თუმცა ვის ვეუბნები რა მითხარი ელენე კარგი რა დედა რა ნუ ასტენ ვერ ხედავ ვამეცადინებ იმ დღეს იმ ბიჭს ხვდება და კარგად უნდა იცოდეს ყველაფერი მართლა ბოდიში არაფერი არ მithქვამს მოგესმათ აბა მართლა მომესმა გუში მთელი ღამე არ მეძინა ფრანგულად ვკითხულობდი წიგნს მართლა სოფი ფრანგული იცი? არა, მაგრამ რომ კითხოს რა გაქვს წაკითხული ფრანგულად, ხო უნდა უთხრა. სოფი და რო კითხოს სხვა რა წიგნი გაქვს წაკითხულიო? ვეტყვი რომ მარტოობის 100 წელიწადი, ჟამის სიცოცხლისა და ჟამის სიკვდილისა, მარტინ იდენი და რა ვიცი. ეს სათაურები დღეს დავიმახსოვრე და იმედი მაქვს გამოვიდა. ისე წარმოიდგინე დღეში 3 წიგნის სათაური რო დაიმახსოვრო ერთ წელიწადში რამდენი წიგნი გეწოდინება? ელენე ტელეფონი გირეკავს. ვიცი. ილია დილიდან მირეკავს. არ ვაპირებ მაგასთან ლაპარაკს. თუ ლაპარაკი უნდა იმ ქალბატონს ელაპარაკოს იმ დღეს მაგის სახლში ვინც დამხვდა. ელენე, აიღე, იქნებ რისი თქმა უნდა, იქნებ გითხრას რომ ეს ქალი სულაც მაგალითად დედამისი იყო. აგი რა სოფი, რა სისულელეებს ლაპარაკობ, რა დედამისი. ისევ რეკავს. აიღე, ელენე, აიღე. არ ავიღებ სოფი, არ ავიღებ. რო ავიღო, უნდა უთხრა რა ნამუსით მირეკავ მეთქი. მე ის მიპასუხებს ნამუსით არა, მობილურით გირეკავ და ჩაბჟირდება და მეც უნდა გამეცი. ზარია, სოფი, ზარი მასწავლებლისთვის არის. ელენე. ღია. სოფი გამარჯობა. ლაშა, იცოდი რომ დიდგორის ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ? კაი კაცო, რას მეუბნები, მაგრამ როდის, რას ამბობ, რა ჭირს ამას? დღეს იმ ბიჭს ხვდება და ნიკა ამეცადინებს. გასაკვირი კაცო. ლაშა, შენთან სამსახურში რა ხდება? ისევ არ არის ვაჭრობა? არა, ელენე, არ არის ვაჭრობა და აღარ ვიცი რა ვქნა, არ ვარ გაიკაბა. არ იცი ლაშა. მე ვიცი ლაშა რაც უნდა ქნა, დაგროვების ბარათი უნდა გააკეთო. ხო, აი, რამეს რო შეიძენენ, ქულები დაუგროვდებათ ბარათზე. მე ამ ქულებით რამე საჩუქარს მისცემ. ხო და ბარათს დაარქვი ჭიპი ბარათი და ხოლმე ჭიბი ბარათზე. დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე ელენე რა, არც ეკაბა არ ვარ და. ლაშაბიძია. მთელი ისტორია გადავიკითხე და ერთი უჭიპო კაცი არ შემხვედრია. გაყვა ეს, გაყვა რა. მარინა
ბატონო. კბილის ჟანგვის უნდა მიყიდო. რა გინდა ხო გაქვს? ასე წყლის გამოთმებელი გაფუშტა და ისეთი დუღარე წყალებოდეს, რომ ხელში ჩამადანა ეს ჟანგვის. ასე კაი ხანია, თავი აღარ შევხვედრია და შენ ხომ არ გინახია? არა, გია რა ვიცი აბა, არა. არა, რაღაც უნდა მოვიფიქრო, უნდა ვცადო ერთი, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება რა. გია. გია იცი რა, მე მგონი ის თაგვი მოკვდა. გია, ხო გითხარი, გეხუმრე თქო რა, რა ვიცოდი ესე თუ ინერვიულებდი. მაინა, რა ვიყავი ეს, მაინა. აი ჩვენმა ნაკრებმა ეგვიპტეს რომ მოგო, მაშინ ჩავარდი შოქში და აი ახლა მეორედ. გია. ეხლა რაღაცას გაჭმევ და უცებ მოხალაზე, კარგი? ხა, კაი, წამო. აი და. სად არის ბექა? მე რა ვიცი გია. სად არის მეთქი ბავშვი? მაღაზიაში. მერე? რა მერე გია. მარინა, მაღაზიაში წასვლაზე როგორი რეაქცია გაქვს და სახლიდან რომ წავა? რა დაგემართება? ამას რომ წარმოვიდგენ, მაძაგზაგებს. ხო არ გაცივდი. შენი ფილტვების მეშინია გია. კარგი რა, მარინა, კარგი რა. საჭმელი რა გვაქვს? ძალიან გემრიელი სუპი, სალათი და დესერტად ნამცხვარი. მე ხო კატლეტი გთხოვე. მარინა, მოდი ასე გავაკეთოთ რა. აი როცა მე გეტყვი კატლეტი მომიმზადე მეთქი, შენ სუპს ნუ დამახვედრებ. კარგი? კოჰაბიტაცია ასაჭირო მარინა, კოჰაბიტაცია. კარგი, უჩებ გაგიკეთებ. მიდი გეთე. რა ხდება ენერგეტიკის სამინისტროში? შვიდობაა სამსახურში? ცოტა დაძაბულობაა. რატო? რატო და რა ვიცი ხა მილანი ბარსასთან რა სიზავს, იმიტომ ნერვიულობ ხალხი. აი მე ბექუნა მოხდი. ბექუნას ნუ მეძახი თქო რა. ბექუნა ხარ. მართალია. აქ თუ არა, ბიჭებთან მაინც ბექუნას უნდა დავუძახებ. იქ დავუძახებ ბექნუ. ეს მეორე უკიდურესობა კი. დედიკო. ხათაშორის მე მინდოდა შენთვის დამერფია ჩემი ძმის ლევანის სახელი. მაგრამ მამა შენმა აიტეხა ორი ლევანმა არ მინდა სახშიო. და დაგარქვით ბექა. ბექა მასხულია საპატიცემულოდ. ბექა მასხულია ვინა? ჩემი ნათლი აკადემიკოსი. აკადემიკოსი არა. მამა, ეს ხურდა გამომართვი? მოდი ეხლა. ო, მადლობა შვილო. ვა, პური გაზვირებულა. და აჩვენებამდე რომ გეკითხა გავაიაფებთო. არა მამა. მე ავიღე 5 ლარი. აბა რას ვეცი ხოლმე ხალხს. კითხე. მამა ძვალი როგორ გაქვს გტკივა? უკეთავა ჩემო კარგი, უკეთ. დიდი მადლობა რომ გითხე. მე ყურადღებიანი ბავშვია. ვაიმე, ის ბიჭი მირეკავს, როგორ უფრო ინტელექტუალური იქნება რომ ავიღო. გისმენთ თუ ბატონო? სოფი, მაგორივეს ჯობია ვინ არის ტელეფონთან? ვინ არის ტელეფონთან? კარზია ზარი. მე გავახებ. ვინ არის? ნუნუ ბიცოლა. მართლა? როდის მე რეკავს ზარს? არ ვიცი. შუა დღემშვიდობისა შეიძლება? ხო კარგად ხარ ნუნუ ბიცოლა. თუ არ გსალიეთ დაგიტოვებთ ხილს და ნამცხვარს და გავალ. არა, მობზანდით. აი ელენე მიირთვის, სიტყვო დოლათი და ბარაქა არ მოაკლეს ამ ოჯახს. მიირთვით. მადლობა. ელენე, ამან ახლა დაგულოცა თუ მომეჩვენა. ნიკა, მოდი ჩემთან მიირთვი ხელი, ნიკა. აუცილებელია შევდეს. ელენე, ჩემი გამომცხარი კექსია და ჩაისთან მიირთვი.
ქალბატონო ნუნდი ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მშვიდობა? მშვიდობა, ელენე, მშვიდობა და სიკეთე არ მოაკლოს ღმერთმა ამ ოჯახს. საწავალ აღარ მოგასდები და რასაყვარელი ხარ ნიკა, როგორ მიცადინებ შენ გენაწალოს ნუნუდეი და გავიქეცი ჩემი მზარს არაყი გაუთავდა და ეზოში უნდა ჩაუტანო. აბა ნახვა. ლაშა, გაიგონე რა თქვა ნუნუ? გვეჭველი რაღაც ხდება. გავიგე. ხილიც ნამდვილია? ნიკა წავედით. სად რა ხდება? სად მიწვარ? იმ ბიჭმა დამირეკა ეხლა უნდა შევხვდეთ, თუ მე არ მცალიაო წავედით. მე რა მინდა? ბოლომდე ვერ მოვასწარი სწავლა და შენ მიკარნახებ თუ რაღაცა. კარგი, მაშინ ხვალ შენ სკოლაში გამომყევი და ჩემ ფიზიკის მასწავლებელს თავი მოაწვენი და კარგი ნიშანი დააწერი. რეკა, მოდი დაჭეკი ჩვენთან რა. მოდი ცოტა ხანი დაჭეკი მაგიდას. მოდი. დედიკო, საჭმელს გაგვიგეთოს, მე მედაში კარგად გემრიელად შევჭამოთ. ხო ვიჭეკი ცოტა ხანს რა. აი, ხედავ გეა, სულ ასე იქცევა. სულ გაქცევაზია და სულ იმ თავის ლეპტოპში მიძვრება. არის საერთოდ არ გავს თავის დასრა. სალომე ყველაფერს მიიჭერებს. ბექუნა, დედიკო. გეხვეწები ცოტა ხანი კომპიუტერს დაანებე თავი, თვალები გეტკინება. ეხა დაჭიქი და ტელევიზორს უყურე. მარინა, კარგი, ახლა არ შეიძლება ასე მართლა რა. ბიჭს ყოველ ნაბიჯზე რო აკონტროლებ. ყოველ ნაბიჯზე კი არა, უფრო მეჯერ მირეკავს ვიდრე ნაბიჯს დგა. გუში საერთოდ კატლეტები ჩაუდია ჩემს კურტკაში ჩუმას. მთელი დღე კატლეტის სუნი ამდიოდა. ბექუნა, არ ჭამე? არა, კი, რო ვნახე, მე ვჭამე, აბა ყველა მე მიყურებდა და. მოგეწონა? კი. დედა, არ უნდა მითხრა მერე თუ მოგეწონა. დადე Facebook-ზე და დაგილაიქებ. ბექუნა, Facebook-ზე ლამაზი გოგოს სურათი რო გიდებს, ვინ არის შენი შეყვარებულია? ხო. მართლა რა ლამაზია, სადაურია. აფხაზეთიდან არის. აფხაზეთიდან? ხო, და რა გვარია? ალბა. ჯესიკა ალბა. უბრალოდ მამა შენი ხარ, როგორ გავხართ ერთმანეთს? გავხართ კი არა, რა შევა კატლეტი? აი მე კატლეტი კი არა. დღეს ნუნუ ამოვიდა და ტოლმა ამოიტანა, ისეთი გემრიელი გავგიშდი. ნუნუ ამოიტანა ტოლმა? გვწამლავს მარინა, ბეკა დარეგე სასწრაფოში. ზამბენ საჭაჭა. არა, მეც ესე მეგონა. და მე რო შევხედე, ისეთი კეთილი სახე ქონდა. ცოტა მეუცნაურა, ხო იცი? მაგრამ რა ვიცი აბა. რა მინდა რა თქვა? არაფერი დატოვა ტოლმა და წავიდა. არა ხო, გუშინო, პატა დარჩა ჩემთანო და დღესო თქვენ გიმიზნებთო. ატოვინა მამა. ეკა შვილო, პატას ასე ახლა ესე ფიზიკურად ასე ხასიათით ასე მარტივად ვერ აგიხსნა, და გაიცნო ეგ. კარგი. წავალ ხოლმე, ცოტა ხანს ვითამაშებ და მერე გამოვალ, კარგი? ეს იმ კომპიუტერში თამაშ გირჩემია, ცოტა ხანი რეზიკოს ეთამაშა, ცოდო. რეზიკო, Need for Speed გინდა? არაო, ხო? აი გუშინაც მე ჭადრაგზე წიხლი მიქრა. ესე იგი პატაპერებს ჩვენთან დარჩენას, არა? აბა. მარინა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. კი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ ნამდვილად. ხო. დიახ, დიანა დეიდა. ლაშა? ახლა გასულია. არა, გვერდით ოთახშია გასული. ვინმე ქალი თუ არის? არა, მარტოა. დიახ. კარგით. ვინმე ქალი თუ შემოვა და ლაშა გაეპრანჭება, თქვენ გირეკავ. კარგით, თვალს არ მოვაშორებ. კარგით. რა კარგი ამინდია რა. ცივა, ქარი ქრის,
წვიმს, ხალხი გაცივდება და შემოვა აფთიაქში. მიდი და უბერე ქარო. მიდი და უბერე. მიდი მიხედე საქმეს. მიდი მიდი და უბერე ქარო. რა გინდა ლადო? არაფერი. ხოდე მიხედე საქმეს. კარგი. ესე იგი კლიენტებს უნდა მივესალმო და წამალი მივცე. წამალი უნდა მისცე, რომელსაც გეტყვის მომეციო. დიახ. ჩეკი ამოვარტყა და დიანას დავვრეკო. და დიანას ეცეთ დიანამ თხოვა ლაშას უთვალეო და თუ ვინმე ქალი შემოვა დამირეკავა. ხომ არ გეწყინებათ რომ გითვალთვალოთ. გამაგიჟებს დიანა რა, გამაგიჟებს. ოხ დიანა რა, რებს მოიგონებს ხოლმე, აი რებს მოიგონებს რა. მიდი მიხედე საქმეს. ხომ არ გეწყინებათ რაღაც რომ გეხუმროთ. რა უნდა ვეხუმრო? გამოდის დიანას თვალი და ყური უნდა ვიყო და კიდე თქვენი ჭიბიც ვიქნები. ხომ არ გეწყინათ? მიხედე საქმე. აბა, რით შეგვიძლია გემსახუროთ? გამარჯობა. წნევის წამალი მინდა თუ შეიძლება. ადელფანი და აგერ წერია. კი ბატონო. ადელფანი, ესაა. დიანა და მოხუცი ქალია შემოსული და ამაზეც უნდა დაგირეკოთ? 50 წლამდე ვინც. კარგით. ლადო, ქალბატონს წნევის წამლები უნდა. იქნებ მიაქციო ყურადღება. კიდე რანაირად რაც სუდათ მუშაობს ეს შსს სამინისტრო რა. რანაირი სათვალთვალო აპარატები დაგვიყენეს. მაპატიეთ რაღაც სხვა მაღლა ვიფიქრე ჩემთვის. აი ეს თქვენი წამლები 19 და 50. კარგად დადებოდეთ. კარგად. მანდარა ქალბატონო აქეთ. არა ქალბატონო. აი აქ. იდემ შემოგვიდეთ. რა ვიცი თუ შემოივლით. ხო მამა. ხო რომ მოვატყუებ ხო. მამა არ ვყავარ ნანახი და როგორ მიცნობს ხო ვიცი რაც უნდა უთხრა ვიცი პაატა ხო კარგი ხო კარგი გამარჯობა მეზობლებო კაი ამბის სათქმელად თუ არ მოსული უკაცრავად გამარჯობა ეხლა აქ ვინც უნდა დამენახა ის ვერ დავინახე და შენ დაგინახე და შენ რატო დაგინახე გამარჯობა გამარჯობა პაატა ფერაძე შენ ალბათ ბექა ხარ გიაშვილი ხო არა უკაცრავად სალომე ვერ გიცანი მოიცადე სალომე არა ხარ ხო შემეშალა აბა ვინ ხარ მე გიაშვილი ვარ ხო და გიას და მარინაშვილი თუ ხარ ბექონ როგორ არ ხარ არა მე მარტო გიაშვილი ვარ მოიცა თვითონ გიამ გაგაჩინა ერთი წუთი რა ესა მოდი აბა კარგად ამიხსენი ყველაფერი ახლა გიაშვილი აბა გისმენ ერთი ესე იგი მე ვარ გიაშვილი მარინასი არა ახლა გავიგერო თუ მე მამამყოლია და მოვედი მამის გასაცნობად გამეხვარ მავიწყდები ხო არაფერი სულ ეგ არის მოიცა გია ჯერ არ გინახავს
არა, სადღაც არიან წასულები, კარი ღია იყო და შემოვედი. კარი ღია იყო? აბა მე გუშინ სანამ უნუსთან დავრჩებოდი შემოსვლა მინდოდა დაკეტილი იყო და არ ვიცი, მოიცა. მარინა მარიცი შენი არსებობის შესახებ, ხო? არა, და შენ ვინ ხარ? მე ბექუნა ვარ, გიას და მარინაშვილი. აბა პატაო. გახსოვს წერა რომ გითხარი პატა ვარ მეთქი ხო? პატა ვარ ფერაძე, თქვენი მეზობელი, ხო? მე სხვათა შორის შენ ალბათ არის და მე აქ ცხოვრობ. ხო, შენ რა ქვია? ნუგზარი. ნუგზარი. კარგია, ნუგზარო მოხვედი გიასთან. იქნება სხვა სახელი მაინც დაგარქვას. Așa გამარჯობა, ისე მოვედი, როგორ ხარ? კარგად, თეონა, შენ როგორ ხარ? კარგა, მადლობა. რით შეგვიძლია გემსახუროთ? ერთი წუთით. ლაშა, 20 ლარიანს ხო დამიშლი? რა პრობლემა? ლადო, 20 ლარიანი დაუხურდავე ქალბატონს. დიახ. ახლა აი. გმადლობ. ლადო, რა არის? 5 ლარიანები როგორ შეიძლება მიართვა ქალბატონს? 2 ლარიანი მიეცი, მტკიცი. და აი ეს ცხვირის წვეთები ჩვენგან. აი მე ვაშა ძალიან დიდი მადლობა. გამადლობა. მე რა საყვარელი ხარ. არა, უნდა გაკოცო. სრავად. დიახ. შეიძლება რაღაც გკითხოთ. მკითხეთ. თქვენ ეხა ამ ქალბატონს ეფლირტავებით თუ ისე. ხო, თეონა, რადგან თქვენ გაციებული ხართ? მე გაციებული ვარ? დიახ, თქვენ ხართ გაციებული, რადგანაც? უი, ხო. აი საშინელი ვირუსები, აი საშინელი. ამიტომ რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოთ, შესაძლებელია ჩაი ლიმნით დალიოთ, ლიმონი C ვიტამინს შეიცავს და ძალიან კარგი იქნება თუ ჩაის დალებთ ლიმნით. შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ ეს ჩაი, შეგიძლიათ ბარშიც შეხვიდეთ, შეუკვეთოთ. ჩაი ლიმნით ბარში შეხვიდეთ, შეუკვეთოთ. სადმე ჩაი ხომ არ დაგველია? დიდი სიამოვნებით. ისე უკეთრად ცოტა ნელა ისაუბრეთ ვერ ვასწრებ ჩაწერას. ხო, აი ეს დანიშნულება, ჩემი დანიშნულება, ამის მიხედვით იხემძღვანელეთ და ძალიან მალე მორჩებით. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, ნახავთ ის კიდევ შემოგვიარეთ. მიდი მიხედე საქმე. არ გიჩვენება რომ ეს ქალბატონი ხშირად დადის ჩვენთან აფთიაქში. საიდან მოიდანი? არა. როგორ არა, დღეს 3-ჯერ იყო შემოსული უკვე. 3-ჯერ არა, 4-ჯერ. მიხედე საქმეს. არა, ახლა არ მღერი, მართლა მიხედე საქმეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ თქვენ ამ ქალბატონთან შეხვედრას აპირებთ, მე იძულებული ვიქნები დიანა დეიდასთან დავრეკო და ყველაფერი მოვუყვე. ლადო, ხომ არ გინდა რომ ტუალეტში შეხვიდე და ცივი წყალი შეისხავ? არა. გინდა. კარგი. თორმე დომებია. ხო, ლადო. ფრთხილად იყავი იქ ტუალეტის კარები სახელური არის გაფუჭებული და არ ჩაიკეტო. არ არის გაფუჭებული. მე გაგაფრთხილე და არ არის ხო გაფუჭებული არ არის. მიდი. ხო თეონა. მაგბარში კი ბატონო იყოს მაგბარში. მიდი და მოვალმეც, ხო.
ხვდი მე მგონი შენ რატოც მოხვედი აქ. რა გინდა შენ ეხლა რას აპირებ რომ მარინას უნდა უთხრა ყველაფერი და ეს ოჯახი უნდა დაანგრიო, ხო? რა გინდა, ფული გინდა? კი. მითხარი რამდენი გინდა მოხსენდა წადი აქედან. 10-20 ლარი. ნუ ეხლა თურქმა გინდა უთხარი ხა მე რა. რა გინდა ეხლა ნუ გზა რატო აკეთებ ამას ვერ ხვდები ეხლა რა სხვათა შორის მე დღეს აქ უნდა დავჩენილიყავი და ჩემი დარჩენა არ დარჩენის საკითხი წყდება და ეხლა მოდი რა არ შეიძლება ხოლმე მოხვიდე და ხوارო დაანგრიო ეს ოჯახი არა დღესვე უნდა უთხრა დღესვე უნდა უთხრა ხო დღესვე უნდა უთხრა ესე იგი შენ ხბეკუნა აბა მე სათვრჩები შენ შები აქ მე აბა მე ვისთან გია ნახე რა ხო ვითომ გია და თურმე რა ვერ რა გია გია დარწმუნებული ხარ ეხა რომ გიაშვილი ხარ ისა ნუ გზარი იმიტომ რომ ამის თმა ცოტა ეხა ისეთი ადვილი არ არის კი დარწმუნებული ხო არ გეშლება არა არ მეშლება გიას მარტო ერთხელ ყავარ ნანახი ხო ბავშვობაში მოვიდა ჩემთან დამაძინა და წავიდა თან იმას მიმღეროდა და დამამახსოვრდა ბაზალეთზე ავიტაცებ ჭიქაღვინოს და ძმაკაცებს დავატოლებ კუნთებსო ხო ვაი არა ის რაღაცა გარეგნულად ერთი წუთი შეგიძლია ფეხზე რო ადგე აბა ეხლა ეს ხელები აი ესე გააკეთე არა რაღაც მართლა გავხარ მე აბა ეხლა ცოტა თავი აქნია ესე არა ხო მე მგონი გიაშვილი ხარ მე მგონი მართლა აბა მე სარჩები აუ ისევ ის უჟმური ოფიციანტია. ბარში ბავშვების შემოსვლა არ შეიძლება. მართლა ვერ დარჩება? ნეტა ერთი ვინ უყურებს, თან მიყვარს ბავშვები. რა კარგი ბავშვი ხარ? რა იყო ხო? პროსებს ვერ ვიტან, თორემ ბავშვები ძალიანაც მიყვარს. კი, არა, ელენემ არაჭამო. სოფი 1121 წელს რომელი ბრძოლა იყო სულ ამომივარდა თავიდან ესე იგი ნაყენი მოუტანეთ და ორი ყავა ნიკა მე და შენ მარტო ისტორია რო ვიმეცადინეთ ოთომ რომ რაღაცა სხვა რაღაცაზე დაიწყოს ლაპარაკი რა ვქნათ ეცადე ყველაფერი ისტორიას დაუკავშირო ხო კარგი მოდის მოდი დედი სოფი როგორ ხარ? კარგი ამინდია რა. ისტორიული. ეს ნიკა არის ჩემი მეგობრის შვილია. მეგობარმა მთხოვა რომ იქნებ ისტორიაში ამეცადინო და წამოვიყვანე. ისტორიას კარგად იცი? იცი ეხლა ვამზადებ რეფერატს ჯვაროსნული ომების როლი ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბებაზე. სანამ შემოვიდოდი ვერაფრით ვერ გავიხსენე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა რომელ წელს განხორციელდა. მიდი აბა ნიკა უპასუხებ ნახოთ როგორ ჩვენი წელთაღრიცხვით 1095 წელს ყოჩახ ნიკა თუ გინდა ისტორიაზე ვისაუბროთ ნიკასთვისაც ერთგვარი მესადინეობა იქნება თან მე ძალიან მიყვარს ისტორია და ჭკვიან ადამიანთან ისტორიაზე საუბარი ისე რომელში უფრო ერკვევი შუა საუკუნეების თუ უახლეს ისტორიაში უახლესი გუშინ წინ რაც იუმორი კარგი გაქვს. შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია დაკნინება, რამაც 476 წელს საბოლოოდ გამოიწვია რომის იმპერიის ჩამოშლა. ასე ზუსტად როგორი მახსოვრი? ყველა ისტორიული ფაქტი გახსოვს. მე რაღაცები მავიწყდება ხოლმე. ეს რა ესე ტვინში მიჯდება თითქოს დღეს ვისწავლე. ერთი იდეა მაქვს. შაბათ-კვირას მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და ინტელექტუალურ თამაშს თამაშობთ ხოლმე. არ გინდა რომ ჩვენ გუნდში იყო? მაგაზე პასუხს სკოლაში არ მასწავლიან. კი, კაი, რა პრობლემაა? კი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით კი. აი თქვენი ორი ყავა. ორი? ხო, ჭიქები გასარიცხი იყო. ნახევარი შენელი, ნახევარი დაუტოვე. მარტინი გამავიწყდა.
კადე, ლაშა ჯერ არ მოსულა. კარს გააღებ მოსულა, თუ არა და ჯერ არა. ხო ლადო, ხო, გამოხვედი ტუალეტიდან. ძალიან კარგი, ყოჩახ. ახლა აფთიაქის კარიდანაც უნდა გამოხვიდე და ეგ არის რა. მომისმინე ლადო, თუ ვერ გამოხვალ მაკარებს თუ ვერ გააღებ, დიანას დაურეკე და უთხარი რომ ლაშა ჩაიკეტა ვიღაც გოგოსთან ერთადო, მოვა, შემოანგრებს კარებს და გამოხვალ. როგორ ხართ? აი ყველანი რა მოწყენით სახილობს. ილია მირეკავს დილიდან და მე არ პასუხობ. მე მაგიტომ გაქვს მოწყენილი სახე? არა, უბრალოდ ბოლო 1 საათი არ დაურეკავს. რატო არ ეკავს? რამე ხო არ მოუვიდა? კარზე ზარია მე არ მესმის გააღებ. აი ყურებს რომ დაგიწელავ, მე გაიგებ კარგად ზარს და გააღებ. შეიძლება? მოგძანით. როგორ ხარ ელენე? კარგად, მადლობა. ვაიმე ნიკუშა, როგორ მომენატრებოდი გაკოცო. ვაიმე ლაშეკო ვერ კითხე, როგორ ახარ ოპერაციის მერე? კარგად, რა ვიცი, კარგად, მოგძანით. ვაიმე ლაშა დიდი ბოდიში სავად ყოფოში რომ ვერ გნახე. არა უშვებს, არ არის პრობლემა. ხომარ ნერვიულობ, ჭიქ რომ აღარა გაქვს. რა ვიცი, არა. ლაშა არ არის სანერვიულობა, საერთოდ რა საჭიროა ეს ჭიფი? ჩემი მზარს იმხელა ჭიპი აქვს, მაგრამ რაში იყენებს? არაფერში. მეც მაგას ვეუბნები ამათ სულ, რომ იმხელა ჭიპი აქვს, ემზარის მეტი და ვერაფერში ვერ იყენებს, მაგრამ მაინც ესე იცინია. ელენე, აი ქვაბები მოგიტანე, ახალ წელს რომ წავიღე, დიდი ბოდიში ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ლაშა, რა ჭირს? რა ჭირს კი არა, აქამდე რა ჭირდა? მადლობა ქალბატონ, მაგრამ რო არ მახსოვს როდის წაიღეთ? 2005 წელი რომ თენდებოდა. ვაიმე როგორ მერიდება, ელენე, როგორ მერიდება, თებშების მოტანაც მინდოდა, მაგრამ ეთყობა ჩემ დინას გავატანებ ზითოებში. გამოვართმევ და მოგი. არი ნერვიულად ქალბატონ, ჩვენ ახალი ვიყიდეთ. ვაიმე დიდი მადლობა. ლაშიკო, რა ხდება შენს აფთიაქში როგორ მიდის საქმეები? რა ვიცი, არა ხალხი არ შემოდის ნუნუბიცობა. საერთოდ არ შემოდის ხალხი და იქნებ წევლა გააძლიეროთ რომ შემოვიდეს ხალხი. რას ლაპარაკობ, ღმერთმა დამბეფაროს, ხო იცი რომ მე წელა არ მიყვარს ლაშა. წავედი, აღარ მოგასცემთ, ეხლა წავედი, სტურვებთან უნდა ჩავიდე, ხორცი გაუტარე კატლეტისთვის, სულ არა აქვს იმ ქალს დრო და ვეხმარები, ხო იცი? რანაირად წავედი, აბა, ვაიმე კოცნით, ღამე მშვიდობის, ჩემო ტკბილო მეზობლებო, ნახვამდის. აიმე გია, რა კარგები არიან რამაზი და ნანარა. კი, კარგები არიან, კუბატი ჯობდა დავიჯერე. ეკა მარტო ხარ? არა, პატარა სააბაზანოში. მოვიდა უკვე არა? მოვიდა. და ესე თქვა, შევალ სააბაზანოში საწყალსახეს მივიღებ, ვირეპეტიციებ, გიას შევეცოდები და დამტოვებს. აი ახლა ნახოს მაგან ტყუილი, ხო ყველაფერი ესე უთხარი როგორც მოვიდაბრაკეთ. კი, უთხარი რომ შენი უკანონო შვილი ვარ. და ისიც უთხარი ახლა რომ მოვლენ, უნდა უთხრა და დამეხმარე თქო. უნდა გენახათ რა სახე მიიღო. გენაცვალე. აი როგორ გავს მამას. აფერისტობაში ხო? აფერისტობაში კი თვალებით გავს მამას და აფერისტობაში გავს შენ ძმა ლევანმას. არა, რა შუაში იყო ახლა ლევანი? კარგით, გეყოფათ ახლა სადაცაა გამოვიდო. გია, იქნება არ ღირს, უხერხულია. უხერხული ეს კი არა, უხერხული ისა? არა, ახლა არ დაიწყო, ის არ თქვა რა კიდე რა უხერხული ისა, პატარო დავტოვეთ და თავი რო გარეთ გავაგდეთო. ცოდვე და რაღაც მოლაპარაკეთ. მოდის, აბა როგორც მოვილაპარაკეთ, არ მიცნობთ, არ გიცნობთ. გამოჯობა მოხდით. დიდი ხანია რაც მოხდით. არა, ეს თუ თერ შემოვედით. ხო. პატა. ბატონო. ეს ბიჭი ვინ არის? ეს თქვენი არავინ. აქ ვასაკეთებ. ბატონო გია, მე თქვენი შვილი ვარ.
რაო? ხო, ეს ხავტომარ ეს ნუგზარია. ნუგზარ თქვენი შვილი, გვარია ასეთი რა, ხო ხდება? და ერთი წუთი დამაცადე რა. ავერთი, კარგად ამიხსენეთ, რა შეა საქმე? ბატონო გია, მე თქვენი შვილი ვარ. თქვენ ჩემ შესახებ არაფერი არ იცოდით, მაგრამ დროა რომ გაიგოთ. გია რა ხდება? ერთი წუთი ქალბატონო მარინა სკანდალები არ გვინდა. ნუგზარ მე ვთხზავ ხოლმე რაღაცებს. პატა. ბატონო? ერთი წუთი. მარინა, ნაჩქარები დასვები არ გამოიტანო. დარწმუნებული ხარ, რომ გია შვილი ხარ? 100%. ქალბატონო ხო ხდებით ეთყობა ეხა სანამ გიამ თქვენ მოგიყვანათ ცოლად, ნუ მანამდე რაღაც ხო ხდებით ეხლა. რამდენი წლის ხარ, შვილო? 21-ის. 21 წლის. პატა. მე და გია 25 წელია ცოლად. ხო, ალბათ ამ ბავშვის დედა დიდხანს იყო ორსულად და გია, მე ხა დიანას დაველაპარაკები, 2 წუთში გამოვალ ოთახიდან და ყველაფერს ამიცი. დროზე ქენი, მარინა. შვილო დაჯექი, ნუ დგახარ ფეხზე. ესა პატა. პატა, ეხლა ალბათ ოჯახური სკანდალი იქნება. ხო, არა უშევ, კი არ ინერვიულ ყველაფერი კარგად იქნება, რას ქვია ოჯახური. ჯობია ეხლა წახვიდე. მოიცაგი, რას ქვია უნდა წავიდე. რას ქვია უნდა წავიდე. ხო, ეხლა ალბათ ცოლქმრის ჩხურს გინდა უყურო? გია, მომისმინე ერთი წუთი ეხლა აქ ოჯახური სკანდალი კი არა, აქ ეხლა მარინა რო გამოვა, მე მგონი შენ გაგაგდებ სახლიდან ხო? გამოვაყენე შეიძლება. მე ჯობია რომ აქ დავჭი, მარტო ხო არ იქნება ეხლა. ხო რაღაცა გავამხიერულებ ცოტა, მე ყიყლიყოებს შემიწავს, მე რაღაცა ესე გადავატანე ყურადღებას. შენ კარგად არიცნობ მარინას. გეუბნები შენთან რომ მორჩება, მე უცხოებზე გადმოვა. აჰა. ვინ არის უცხო მე ვარ უცხოეს ხო? მაგას როგორ მეუნები გია? უცხო ვარ ეხლა ამ სახში მე. და ეს მეუნება ნუ გზანა. აი ეს უნდა წავიდეს, აი. ეს ბიჭი უნდა წავიდეს. ადექი ბიჭი, ადექი. რა გინდა გია ეხლა ესეთი ბიჭი თან ნუ გზარი ქვია, რა გინდა მაგ. გია გისმენ. ნუ ესე იგი მარინა, ნუ გზარი მართლა ჩემი შვილი ყოფილა. როგორ მატყუებდი? ეხლა სველტილოს დაგადებ. რომ უფრო გაგეყინოს. აჰა. კარგად. და გეტკინოს. ხავტომარეთ, არგით ეხა დამშვიდით რა მოგივიდეთ ეხა ესე ძალიან უგაბრაზდებით ამ ამბავზე ხო მოდი? სხვანაირად იძიეთ გიაზე შური. როგორ და უთხარით რომ პატა, შენ ჯინაზე 2 კვირა არ დარჩებაო და სულ გაგიჟდება, ჰა? აი ნუ ბიჭონა, ბრუნდება ეთყობა ქვამები რომ წაიღოს. ეგრე რა, რაღაცა ვერ მეგუები კაცო ესე, რაღაცა. მოდი ბიჭო, მოდი. ელენე მომისმინე. გამარჯობა ლაშა. ელენე. მე არ ვიცი შენ ჩემი მოსმენა გინდა თუ არა, მაგრამ მე ყველაფერს გეტყვი და მე გადაწყვიტე როგორ მოიქცე. ელენე, ჩვენ შორის რაც მოხდა იყო გავგებრობა. ელენე, მე იმ გოგოს მანამდე ხვდებოდი, ვიდრე შენ გაგიცნობდი, მე დავშვერდი კიდეც. მე მარტო შენ მიყვარხარ და მინდა რომ ეს იცოდე. აი ახლა გადაწყვიტე როგორ მოიქცე. ელენე? ელენე თქვი რამე? ლაშას ჭიპი რო გაუქმეს იცოდი. კარგი ის გოგო ხო და ის ქალი გუშინ შეთა რომ ნახე სხვათა შორის რო იცოდე დედად უფრო შეგეფერებოდა. კი ელენე, იმდენად შემეფერებოდა რომ მართლა დედა ჩემია. დედა ჩემი. აი მე ბოდიში. არა შენ რა დედა შენს, არა შენს. აი მეერები უთხარი. კარგი. აი ხომ ხედავ, რაღაცა უაზრობის გულისთვის ვიყავით ელენე, დაშორებული და აი კარგად დაფიქრდი და გადაწყვიტე, მაპატიებ და შემირიგდები თუ არა. კარგი, ყველაფერს გპატიობ. ყველაფერს გპატიობ, ოღონდ დამპირდი რომ აღარაფერს დამიმალა. გპირდები.
ანუ შენი გდით. შევრიგდით, მაგრამ ოჯახის შექმნაზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ. ნუ დედა ჩემი სანამ არ დაწყნარდება, მანამდე მაინც. მომისმინე, მთელი დღე რომ გირეკავ, რატომ არ პასუხობ? ჰა? იმიტომ რომ არ მინდა რომ გიპასუხო. მე კიდევ მეგონა რომ არ გინდოდა რომ ანგარიშზე დამხარჯობა. დაიწყორა. არ მინდოდა რომ გეჩხუბათ. მე წავალ. მართალია ლუგზარ შენ უნდა წახვიდე, აბა რა უნდა? ლუგზარი უნდა წავიდეს, ლუგზარ ხო ხტები ხა დაქტოებდე ცოტა ხანი, მაგრამ ვიძინებ თუ და. არა, მოიცადე. ზოი დარჩება. მარინა. ლუგზარი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს. კი, მაგრამ მე და ბექუნას რას გვიპირებ? ან მე გია. დაწყნარდი მარინა. დაწყნარდი. შენ რომ სხვა კაცისგან შვილი ყავს, მე ხომ არაფერს არ გეუბნები. მოიც გაავტონოთ, თქვენ ხავთ სხვა კაცისგან შვილი? რა გჭირთ ხალხო, რანაირი ქართველები ხართ ეს? არა, შენ არა, უნდა წავიდე მე. უკაცრავად, მე წავალ. არა, შენ ჩემი შვილი ყო ხარ, შენ რატომ არ წახვიდე? დარჩი. მაგრამ ვერ გავიგე, შენ არ მიდიხარ, მე არ მივივარ, ეს ლუგზარი არ მიდის, აბა ვინ მიდის? რა. მართლა რა. ხო, კარგით ხალხო, რა იყო და დაწყნარდით ეხა დამშვიდ, რა საჭიროა მართლა ეს ოჯახური სკანდალები და დაძაბულობა და ერთი გზო და გამხიარულდეთ რაღაცა სასაცილო გავიხსენოთ რა გჭირდა. რა არის რთული, მე ერთმანეთს დავეხმარებით გია ეხა მაგაზე მეტი სასაცილო რა კიდე ჩვენი მეზობელი რომ ლაშა აგე კაცშიპია რა. ხო, ნუ ეხა თუ ასე სერიოზულად არის საქმე, კარგით, მაშინ მე წავალ. წავედი მე. ხო. წავედი მე? ხო, წავედი. აი. წავედი. უკაცრავად რა. არა, და ესე. კი ბატონო. ვა, ოჯახ რა თქვენ, რა მაგრა ითამაშეთ? არა, როგორ შეიკავე, თავი ჭიპზე რო თქო. ჯამდაბაზე ვიქავდი, როგორ შევიკავე თავი ორგეთ. არა, ისე შემეცრო და პატა. კაი, რა დაგემართა, დარჩენილიყო ცოტა. კაი, კაცი, მოასწრებ დარჩენას ნუ გეშიდა შენი. არ დაიგავი. ეხლა ვიფიქრე. აბა რა ქეითი ხარ, დაწყნარდით? ო, ძალიან კარგი, ისე ყოჩა ქალბატონ მარინა გია ყოჩა ბექუნა მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ხო, ბექუნა გაწი. ლუგზარი. ლუგზარი, არა ისა, მოიცა, აი, დამიწყე აი სპექტაკლების თამაში და რაღაცეები ეგრე. არგინდა, ისაცო თქვენ ვინ ისე გემრიელა და მონდომები თამაშობთ ამ რაღაც დათქვენ დადგმულ სპექტაკლს, რომ უბრალოდ აღარ ჩაგაშხამეთ თქვენ. თქვენ პატა ფერაძეს მოატყუებთ რა მე ეს. აი, მართლა კარგი იყო ქალბატონო, მაგრამ გია მე ხლა გავალდა. აი, პატა ფერაძეს ატყუებენ და აი. იცებთ აქ ამ ხელა ქალს რა. პატა გაგიშალო. ჯერ ყიყლიყოები ხوارჯობია. არა, მაშინ გამიშალეთ ხო. მეკონა ხო ეს შენ ლეპტოპია ხო? მოდი ცოტა ხანი მე მექნება. მიდი რა შენ შემიწვი ყიყლიყოები, მიდი ყიყლიყოები გაამზადე და ოღონდ ერთი წუთი მოდი რა ის თამაში ჩამიქცე ის ხო იცი რაღაც კარტები რო ლაგდება რა ეს. მე ხო ბედი არა მაქვს რა. ისო მე გავილახე. რა შვები, ყოსო ყიყლიყო. გიო, შენ მაინც შემიწვი ყიყლიყო რა. გარიხ. დამიდგეს აქ სპექტაკლი და პატა ფერაძე. მე 7-ის ნახევარია. აი, პატა.
ჰოროსკოპს მაინც დავიკითხო. ესე იგი მეწყული დღე დაიწყება ნეგატივით. დღის მეორე ნახევარში შეეჩვევით? რანერი ჰოროსკოპია და განვედ ჩემგან ამოსულო განვედ რა გინდა რატო ჩამისახლდი სულში რა გინდა განვედ რა ავესული ჩაგისახლდა რა სხეულში ახია შენზე როგორია შენ საკუთრებაში ვიღაცა რო გისახლდება უი დილამშვიდობის აქია ხوار გაგაღვიძე რაღაც შეგია ამის ბოდვამ გამოგვიძე უბრალოდ არ დამაწინე უი შეხვედურო შენ რომ შეგაწუხავ დილარზე მე რა ვიცი სამსახურში მივდიოდი და ვიფიქრე მარინას თებს შეუტან მეთქი და ჩვენი მადლობა არა ეს ჩვენი თებში არ არის ჩვენი ეგ აბა შენ აქ რატო შემოიტანე აკაი მოდი რამე ნამცხვარი იქნება მარინას მოდი იგი აქვს უბრალოდ ვიცი წუხელ ათხოვდა და ვეღარ მოვასწარე შემოსვლა აი ისე მარინამ შენ სულ გაგახუჯა ხო იცი კი უნდა უსაყვედურო უნდა უსაყვედურო წვენი გექნება რაღაც და მშრალია ეს წვენი კი არა კომპოტი გვაქვს ისეთი ატმის მაშალა ვიდი აბელგებია არა რაღაც რა კომპოტი გულში ამან 3 კილო ჩაცალა რა უკეთია ეს რასდოს რა მე მივეცი ო თორე ლაპარაკის და შუქის ანთების უფლებას არ გვაძლევდა მაგვიძებთ რაღაცა უნდა მოვახერხო რაღაცა უნდა მოვიფიქრო გია მე მოვიფიქრე არ ვიცი ახლა რამდენად უშველი შენს პრობლემას ეს ყველაფერი მაგრამ კარგად რო ვიხალისებ და შორს რო ვიძიებთ ეს ნახდია აბა მითხარი გია ლოგინში პატას ჩაუსხათ წყალი და ეგონება რომ ვითომ ჩაიფსა მაგარია ბოჭო ეს ნაჭერიც ექნება მარინასა და ბოჭო აჰა ესე ჩერა უშინ იმდენი კომპოტი დალია მოდი შევამოწმოთ და შეიძლება მართლა ჩაიფსა და ჩვენი მოხდება რა კარგად გიმიდი ეს ნაჭერიც ექნება წყალი დავასწრებ წყალი? არა, რო არ მოწდეთ ხო ახლა წყალს და მე კი ბატონო წყალი იყოს მე არა მიდი მეც გიფურე ამასაც წამოვიდა რა იცი არ გაიღვიძება? არა, არ გაიღვიძება. ეხლა ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ვიცი, არ გაიღვიძება. რაიმე რა მადლიანად სვიმს აი ხო გითხარი გია ხო გითხარი რა მადლიანად ხო კარგი ხნუ დაახჭობ კარგი მოთა რაკეთ დავждეთ რომ ვერ მიხვდეს და ერთი ნაჭერიც ექნება მარინას აჰა არა მაგაზე არ გეუნები ერთი ქათმის ნაჭერი იქნება თქო რა ჩვენ რო არ გადავსულიყავი თუ რა გაშველებოდა დაიხოცებოდა ძალიან მაგრად კი და მიდი მოძებნე ერთი რამე ნაჭერი ესე ამან ახლა აღარ უნდა გაიღვიძოს არა გი არ გაიღვიძებს მეთქი გეუბნები არ გაიღვიძებს ეს შანსი არა შენ თუ არ გააღვიძე თვითონ ვერ იღვიძებს ეს ხო ვიცი არა მოეცადებს
არა ვარ ის. დაკორტნის. მიდი ახლა. აჭიქჭიქდი ახლა, მიდი. მიდი რა, მე რომ ზინავს ხო კარგად ჭიქჭიქებ, მიდი რა, ეს გო. აი ამ ციცო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა. მოიცა გიაშ შენს? რა, მეც. შენს გაქვს სახში ისეთი რაღაც, რასაც ვერ გამოიყენე? კი, როგორ რა ეს? შეგიძლია ეს. მოიცა გია შენ ორი გაქვს? პატა. გაიგოძე, პატა. ვერ გააღვიძებ, მეთქი გეუბნები. პატა, გათენდა ადექი. ვერ ვაღვიძებ. აბა, ხო დავიწყებ ახლა. უი, გია. აი, 50 ლარიანი გია, შენი ალბათ. ალბათ. რა 50 ლარიანი, სადა? სადა ვისია, რა 50 ლარიანი? ჩემია, პატა, ჩემია, აი ნახე. დაკენი, კარგად გამოიძინე? გამოვიძინე, არა ისა, ხო, გამოვიძინე, ხო, ვინ დაგაძინებს, რომ დადიხარა მთელი ღამე, გარე. რა არის, ვით ვერ იძინებ, შენ კიდე რა გჭირს გია რა. ეხლა აბას. კარგი დაწყებდი გია არა. ხო იცი რა წველოდება წინ. ავდგე, თორე თქვენ ხო ადამიანს არ მოასვენებთ რა ნორმალურად და დამიწყეს მიშალეს სუფრა და ვაიმე. არაფერი რა უნდა იყოს. ადექი ხოლმე, ადექი. რათენდა, ადექი. არა, იყოს კი. იყოს ვაიმე როგორ შეცვლა. ის გია. რაღაცა უნდა კითხო ერთი. შემთხვევით შენთან სახლში ხო აი ზევიდან წყალი ხო არ ჩამოდის. ოღონდ აი რა მაინტერესებს იცი აი ზუსტად აი ამ ადგილას. არა. ხო და არ თქვევიდან არა მოდის? არა მოდის, რატომ მეკითხები? არა ისე მეზობელი ხარ და უბრალოდ მოგიკითხე რა შვები როგორ ხარ მე კარგი პრობლემები ლაშა შე როგორ ხარ ხო თქვენ ხო გამოდის აქეთ წყალი რას ლაპარაკობ პატარა იქიდან აქ წყალი როგორ გამოვა არა ხო ესე იგი კომპოტი მაშინ კომპოტი რა არაფერი პატა ადექი ახლა ჩაი დაულიოთ ვისაუბროთ რაღაც მოდი ადექი ახლა და დაასხავს იმედი დაასხავს არა იყოს არ მინდა ეს ჩაის და სითხეებს ნუ მიხსენებ ის გია რა უნდა გითხრა იცი ახლა მე მგონი ეს დივანი უკვე ძალიან დაზვერდა და გადასაგდებია და უარჯობია რომ მოვაშოროთ საერთოდ გადავაგდოთ რა სიტყვი ო მაგრამ მე შენ სადღა დაიძინე გია მე მეორეთან დამძინებელი არა ვარ ჩემ წავიდეთ ახლა ადექი ვისაუბროთ არა და რა ვიცი რა დამემართა ახლა ისეთი ჩოულებრივი სიზმარი ვნახე დიდი არაფერი ახლა უბრალოდ ლუსიფერი მხარშავ და დიდ კოცონზე შავქვაფში მეტი არაფერი რა დამე გია უთო ხო არა გაკ უთო მაგრამ რატომ მეკითხები აი ეს შემცირდა და ის აბა ჩართე და შევომაწოდე რა კარგი და პადა ნუ მაიმუნობ რაღაცებს ახლა ადექი რა გაწივდება ეს ჩაი დღეს დაასხა გიამ და მოდი და ვისაუბროთ მოდი დაგესხამშეთ მეგობრებო რა უნდა კითხოთ იცი თქვენ ოდესმე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში დაბრუნებაზე პატა მაგაზე ყველა ადამიანი ოცნებობს აი მე კიდე ეს ოცნება რეალობად მექს რეალობად როგორ პატა როგორ რა ვთქვი როგორ გეკცა რა როგორ გეკცა რეალობად არაფერი უბრალოდ აი
უბრალოდ რაშა რა არის ეხა მივხვდი რომ თურმე ძალიან დანოფრო ჭიბზე რო დაქცინი ხოლმე რაშა ხო იმიტომ რომ თურმე ცხოვრებაში ამაზე უარესი რაღაცების ხდება რა ეს კიდე გაწიეთ აქედა რა ბატა ეხლა გითხარი რა შეასახმე რა ხდება კაცო რა ხდება და რა ხდება რა ხდება ხო ჩავიფსი რაკჭის ეხა რა დაგემართა 3 ლიტრი კომპოტი დავლია და ეს მაგარია 9 თუ რამდენიც იყო რა მოხდა ეხა რა იყო სასაცილო ეგარი რა მოხდა შენ დაცინე ამას შენ საერთოდ ვინმეს როგორ დაცინე შენ ჭიპი არ აგა არა მაგჭიპი მე ხო გიამიდი დასცინე ეგ არ მასხოდა შენ ჭიპის ამბავი აბანე ხადა გაგეთე სილაშა მე გეტყვი ადრე ხო ისე უბრალოდ რჩებოდა ხო ეხლა კიდე უკვე თავისი ტერიტორია მონიშნა გაიგე ამას აკეთა ვეღარ გავაკეთებ რა აჩერდი და რა მოხდა ეს ეშამსია რაშა გაჩერდი რა მოხდა ეს გამეპარა რა ცოტა გამეპარა რა უნდა უთხრა ვერ ხედავ როგორ ვერთობი ეშამსია არა გაი ცოდვა გაი პანდა დავშვიდი კარგი დაწყნავდი ხო დაწყნავდი ნუ გეშინე შენ არაფერი არ გიქნია ჩვენქენით რა ჩაგისხი გაგეხუმრეთ ვა რა გამეხუმრე გიხუმრობა გული გამისტა რანაირი ხუმრობაა რა არის მე გავიგე ხო გვაპატება და გვაპატე მიდი კაცო მოძებნოთ ქათმის ხორცი შენ კიდე რა მოგიგო აი თავს გავიგუნდა მე ხა არა გაი ხო დაშვიდ გაი ისე ერთხელ მართლა ჩავიფსი ახლა ცოტა გამეპარა რა ვიცი ჩემთვის სახში ლოგიში მარტო ღამე იყო და რაღაცა ეხო წავუსო მესმის ხმაური და შემეშინდა ეხლა და მე ხმაური კიდე უფრო იზდება და ემატება მეთქი რა ქურდია ადექი წინააღმდეგობა გაუწება რა მეშინია ხო ხტები ეხლა და უფრო ეს ხმაური იმატებს და შემეშინდა და გამეპარა აი ესე გამეპარა და მე გავარკვიე რომ თურმე ქურდი კი არა ეს ხმაური ყოფილა ქარი და შემეშინა ქარი ყოფილა ქარის ხმა რა პატა ეხლა აი რა ვიცი რა გითხრა არ ვიცი რა არის ეხლა შენ რა მეუძდელობით ხმას ხო არაპირებ არა დავიშალეთ ამანებეთ თავი რა ხუმრობა ეს არის შეიძლება ესეთი რაღაც არა წავალ მე ხა სააბაზანოს შევალ და წყალს გადავიღებ ცოტა რა ხო ია დავალ ახლა მე გავალ ამას ქათამი ვერ მონახე და ამას იქაც კი შევჭამ სად მიდიხარ ეხლა ეს აბაზანოს შევიდე მერე წყლის გამათბობელი გვაქვს გაფუჭებული და მარტო მდუღარი მოდის აი ხან ახლა ჩაკეტე დიდი ხანი ვერ შემოვა და ტიტული ირბეს იგი მაგარი რაღაცა მოვიფიქრე კი კარგი იყო მოდი ახლა დრო გვაქვს და იქნებ მოუძებნოთ ის ქათმის ხორცი ხო იმზარ ჩამოვდივარ არა ტრუნჯაზეებთან ვიყავი არაფერი არ მithქვამს ხო მიცი რომ არ მინდა ვინმე გაიგოს ალბათ როგორ უკვირთ ესეთი კეთილი რომ გავხდი
კაი, მოვდივარ და მომაქვს არაფერი, კაი. ჩამოვდივარ. ესე იგი, გამაყუჩებელი ზედა თაროზე უნდა დავდოთ. გისმენთ დიანა დეიდა? არა, ლაშა აქ არ არის. არც გვერდით ოთახშია. წავიდა. არა, გოგოსთან ერთად არ წასულა, მარტო წავიდა. საწავიდა და გოგოს უნდა შეხვედრა. რატომ არ დაგირეკეთ? ტელეფონი თან არ მქონდა. სად მქონდა და ჯიბეში. წუხვარ დიანა დეიდა. მეორედ აღარ გავაკეთებ. კარგით. ნახოთ.